ჩვენს ტრენინგზე ხშირად არის ხოლმე ესეთი кейსი და ხშირად სვამი კითხვებს იმის შესახებ, რომ ახალ გუნდში მივედი, ახალი ხალხია გარშემო, ვინც მიკვეთავს ამა თუ იმ დაკვეთებს, როცა პროექტის მენეჯერის ან პროდუქტ ოუნერის როლში ადამიანი და ან შეიძლება საერთოდ ახალ ბედაა და ეხლა შევიდა მაგ როლში და ყველაზე ერთ-ერთი დიდი პრობლემა რაც აქვს ხოლმე ამ ხალხს, იმ ნდობის მოპოვება, იმ გარემოსი, ხო, არა მხოლოდ გარშემო ვინც ყავს ეს მონაწილეები და სტეიქჰოლდერები. არამედ თვითონ გუნდის წევრებისაც, ხო, ის ხალხი, ვინც შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს მასთან მუშაობის გამოცდილება. და ეს პრობლემები და ძალიან ბევრს წვალობს ეს ხალხი, ხო, სანამ რაღაც კონკრეტულ თულებს ან კონკრეტულ მეთოდებს ისწავლიან, აქამდე რაღაც პრაქტიკული გამოცდილება რაც გონიან სხვების შეხედულებით და სხვას რო შეხედავენ და იმას როგორ გამოცდის, მოკლედ ბევრნაირი ეს პრაქტიკაში გამომდგარი მეთოდებით წვალობს ეს ხალხი და საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, ამ კითხვებით რომ მოდიან ხოლმე ჩვენთან, სწორედ ამის რჩევის მიღება უნდათ. ჩვენ ამბობთ ესეთ რამეს, რომ როდესაც ახალ გუნდში მიდიხარ და ახალ გარემოში ხვდები, გავლენა არის რაღაც სუპერ მნიშვნელოვანი და იმ ავტორიტეტის მოპოვება და ქონა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თორემ სოციალური საქმეა პროექტის კეთება რა და ეს არ არის რაღაც რობოტები არ აკეთებენ ამას რა და იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გენდობიან, როგორ ესმით შენი, როგორ იღებენ შენგან დავალებას თუ როგორ იღებენ შენგან უკავშირს. და ამისათვის ვამბობთ, რომ რამდენიმე მეთოდია და რამდენიმე მეთოდოლოგია, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან ისეთი, რომელიც მოგწონს და ვასწავლოთ ხოლმე ჩვენს ტრენინგზე, არის ესეთი ამბავი, რომ სამი ფაქტორის გათვალისწინება გიწევს. ერთი არის ის, რომ მნიშვნელოვანია ამ დროს შენი როლი, რომ მართლა როცა გაგაპროექტის მენეჯერებენ, რომ პროექტის მენეჯერის სამხრეები დაგაკრან ხრებზე და თქვან და არ მხოლოდ ჩვენ გითხრან ეს, არამედ შენმა მენეჯერმა რა გარემოში ხარ, იმას საზოგადოებასაც გააცნოს შენი თავი, როგორც მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს და მნიშვნელოვანი პოზიცია აქვს და ამას მნიშვნელობა აქვს ბევრ კომპანიაში, სადაც განსაკუთრებით ეს იერარქიული და თქვათ კომპონენტები ისევ არსებობს ესე მძლავრად, იქ განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს აი ამ როლს. და მნიშვნელოვანია რომ პროექტის მენეჯერს, პროდუქტ ოუნერს, იმ ხალხს, ვინც პროექტს აკეთებს, მხარდაჭერა ჰქონდეს სწორედ ამ მხრივ ტოპ მენეჯმენტისგან და ეს საოცრებელი ამბავია ერთ-ერთი. მეორე არის რითიც უკვე შენი არა ის რომ ვიღაცამ დაგნიშნა და რაღაცა თანამდებობა მოგცა, ეს ოკეი, კარგია, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ შენ მოიპოვეს ავტორიტეტი, მეორე კომპონენტი, რომელსაც ვეღით კომპეტენციას, ანუ იყო კომპეტენტური იმ საქმეში, რასაც აკეთებ და მუდმივად ვცდილობდი, რომ ეს კომპეტენცია გაიღრმაო და ხალხს იმის ეჭვი არ ქონდეს, რომ შენ ეს საქმე გესმის თუ არა. გულისხმობ ამ შემთხვევაში პროექტის მართვას და საქმის მართვას. ხო, ყველა დანარჩენი კომპონენტებით. მოკლედ, კომპეტენცია უნდა გაიღრმაო ამაში, როდესაც მაგარი ხარ შენ საქმეში, იქ ავტორიტეტის მოპოვება აღარ გიჭირს. იქ გენდობიან, შეიძლება ხშირად იყოს ის მომენტები, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება ყველასთან კარგი ურთიერთობა არ გქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი იმაზეა, რომ ურთიერთობაზე კი არა, კომპეტენციაზე და ნდობის და ავტორიტეტის მოპოვება კომპეტენციით შეიძლება. და მესამე კომპონენტი, გარდა თქვათ როლისა და კომპეტენციისა, ვამბობთ ყველაზე მნიშვნელოვანს და ყველაზე მთავარს, რაც ამ პოზიციის ადამიანს უნდა ჰქონდეს და ხშირად ჩვენს ტრენინგზე ყველაზე მეტად ყურადღებას სწორედ აი მესამე კომპონენტზე ვამახვილებთ, რა თქმა უნდა, რაღაც თულები, იარაღები, იმ კომპეტენციის გასამაღლებელი და შემდეგ მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ, მაგრამ შენ თუ არ იცი ადამიანებთან ურთიერთობა, თუ არ იცი იმის საჭიროება, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას, როგორც შენი გუნდის წევრებთან, ურთიერთობას მათთან და გარშემო მყოფებთან, ისე ძალიან გაგიჭირდება და ეს სწორედ ეს ურთიერთობის, relationship-ის და კომუნიკაციის, ხო, ეს მესამე კომპონენტის გაძლიერება გმართებს და აქ არის საუბარი იმაზე, რომ შენ თუ არ იცი შენი გუნდის წევრის ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ხო და არ მოიკითხავ ხოლმე ამას და არ მოიკითხავ იმას, რომ დედა რა მაგარი ყურსასმენები გიკეთია და რა ბრენდის არის და მასთან თუ მსგავსი ტიპის, აი ადამიანურ ურთიერთობებზე ასუქდა საუბარი და ყველაზე დიდი გავლენა და ყველაზე დიდი ავტორიტეტი შეუძლია იმ ხალხს, ვისაც შეუძლია ადამიანურ ურთიერთობებში შესვლა. ანუ ადამიანს რო ადამიანურად ესაუბრები, ეს არის ყველაზე დიდი ნდობის მოპოვება. სწორედ ამას ვასწავლით ჩვენს ტრენინგზე, PMCP-ზე, პროექტის მართვის ტრენინგზე და სხვადასხვა თეორიული თუ პრაქტიკული კომპონენტებით ვამდიდრებთ აი ამ მომენტს.
თუ თქვენს პროექტის მენეჯერი ხართ, მსგავსი პრობლემები, მსგავსი საჭიროებები ხშირად გიდგათ წინ, გირჩევთ რომ მოხვიდეთ ჩვენს ტრენინგზე და გასწავლით როგორ გავამკლავდეთ ამ პრობლემებს, როგორ მოაგვაროთ ისინი. ინფორმაცია აღწერაშია, შეგიძლიათ ბუმს დააჭიროთ.